გაკვეთილზე სულ ვფიქრობ, რა მოხდება თუ ვიყვირებ, ვიღრიალებ, მერხებს გადავატრიალებ და ასე შემდეგ. რატომ? ეს არის ანონიმური წერილების მე-10 ეპიზოდი და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. ეს არ არის გამონაკლისი, ჩვენი წერილის ავტორი. ხდება ხოლმე ასე, რომ შენ წარმოიდგენ სრულიად შეუფერებელ სიტუაციისთვის საქციელს, რომ ჩადიხარ და შენი ფანტაზია ამ სურათს გიხატავს. ერთი მხრივ თითქოს შფოთდები, რომ აიმე რა ხდება. მეორე მხრივ ეს ძალიან ბუნებრივია. რატომ არის ეს ბუნებრივი? იმიტომ რომ შესაძლოა ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ძალთა გადანაწილება არ მოგწონს. ზოგადად აი ხა რო აღწეროთ ნებისმიერი, აი ხა სკოლის სიტუაციაა, ხო? ძალთა გადანაწილება, ძალთა ჭიდილის უმიდის კლასში კლასელებს შორის, პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის, პედაგოგებს შორის და შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანური ურთიერთობები ერთგვარ ძალთა ჭიდილს გულისხმობს. თუ მე არა ვარ კმაყოფილი ძალთა ჭიდილით შედეგებით, უფრო სწორედ, მე შეიძლება მქონდეს აი რებელას რო ეძახიან. აი ასეთი აჯანყების განცდა და შეიძლება იმ სიტუაციაში რო ვაბჯანყდე, მანდა მაინც არ იყოს ეს ჩემთვის მომგებიანი და ჩემი ფანტაზიით ამის რეალიზაციას ვახდენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რითი არის უკმაყოფილო, რა ხდება მაგ სიტუაციაში, რა უნდა. მეორე შეიძლება უბრალოდ შფოთავდეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. და ამ შფოთვასაც განმუხტვა უნდა. ეხლა როცა შფოთავთ, გვიჩქარდება გულის რიტმი, მაჯა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ და წარმოვიდგენთ ასეთ რაღაც კატასტროფულ სურათს და განმუხტვა ხდება ამ დროსაც. მოკლედ ეს არის ინფორმაცია ჩვენი თავის შესახებ. არ არის პრობლემური. გვეხმარება ჩვენი ფსიქიკა, რომ ერთგვარად განვიმუხტოთ, მაგრამ შევხედოთ ამას როგორც ინფორმაციას. რის წინააღმდეგ გვაქვს რებელიოს განწყობა.